როგორც მოგეხსენებათ, საკითხის დრამატიზებისთვის BBC-მ გაავრცელა ძვირ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მიტინგის დაშლისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აღსანიშნავი ნივთიერება კამიტი გამოიყენა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებას უკვე საჯაროდ დაუდასტურა, რომ მიტინგის დაშლისას ნივთიერება კამიტი არათუ არ გამოყენებულა, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ნივთიერება არასოდეს მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია. ქართული ცნობა უნდა ჩამოყალიბდეს, ამ შემთხვევაში უნდა ჩამოყალიბდნენ მინიმუმ იმაში ეს საწამლავი ნაცების დრო შეიძინეს თუ საერთოდ არ შეუძენიათ. ქოცნაცურ პონჩი, ქოცებს გუშინ აი ჩვეულებრივი ხაია დაემართათ გომელაურის გამოსვლა და დღეს უკან წაიღეს, ამ დღეს მიხვდნენ რომ ეს არ იყო მაინც მოგებიანი ამბავი და მიაწვდნენ ამას რომ ეს ყველაფერი აბსურდია და ასე შემდეგ. გომელაურმა უკაცრავად თქვა ასეთი რა, რომ ის ნივთიერებები, რაზეც საუბრობდნენ კონკრეტული ადამიანები, იყო 2009 წელს შეძენილი. არავითარ შემთხვევაში არ დაუდასტურებია ვახტანგ გომელაურს ის, რომ ნივთიერება კამიტი იყო გამოყენებული და მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრმა ბატონმა გეგა გელაძემ საზოგადოების წინაშე განაცხადა მკაფიოდ, რომ ნივთიერება კამიტი არ ყოფილა გამოყენებული. ამიტომ ასე ვთქვათ, უთანხმოება არ არის ამ ორ განცხადებას შორის. ზოგადად საუბრობდა ბატონი ვახტანგ გომელაური იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ნივთიერებები იყო შეძენილი, ფხვნილი იყო შეძენილი 2009 წელს თავისი ყველა ნივთიერებით. რაც შეეხება ბატონ გელაძეს, მან განაცხადა, რომ ნივთიერება კამიტს ეს ფხვნილი არ შეიცავდა, შესაბამისად BBC უკვე არის მხილებული ძალიან უხეშ ტყუილში. ეს ისეთი ბრალდებაა, რომ გვერდზე გადავდოთ რა ყველაფერი, ისეთი ბრალდებაა, რომ თუ ეს რაღაცა სიმართლეს ოდნავ შეესაბამება, თუნდაც ეჭვი გამართლებული მაინც თუ არის საერთაშორისო ორგანიზაცია იმის ქიმიური იარაღის არ გავრცელების რაღაცის და ის უბრალოდ გამოძიებას დაიწყებს ჩვეულებრივად. ამიტომ არ იყო კაცო ერაყში ომი რომ დაიწყეს და თან ერაყში მოიტყუეს, ანუ ამერიკელებმა არ ქონდა და მაინც რომი დაიწყეს, საბაბი იყო. სირიაში დაბომბვა ამერიკელებმა დაიწყეს, იმიტომ რომ ქიმიური იარაღს ვიყიდებდნენ. ანუ ისეთი რაღაც არის, რომ თუ ვაფშე გაქვს, უკვე დავნაშავე ხარ. ხვდები? ანუ ისეთი ბრალდებაა წაყენებული, ის კი არა რომ იყენებ თუ არა, რომ გაქვს უკვე დანაშაულია. დავითო ცხადია, რომ BBC-ის სიუჟეტი არის არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება. პირველი, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურჩექნა საბაბი უკვე სრულად ჩამქრალი საპროტესტო მოხდის ხელოვნურად გასაღვიებლად და მეორე, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურჩექნა საბაბი ქართული ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, ამ ორი ამოცანის შესასრულებლად ეს სიუჟეტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოდგება. ამას იგენი ვეღარ წაშლიან. შეიძლება აი გადააგორონ, ეს გადააგორონ, სხვა ამბავი გადააგორონ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ნალექი მაინც დარჩება. აგებს ერთი ის არის ხრიკი არის ქვია გრაზნაია რიბა, რომ რაღაცას რო იტყვი ადამიანზე, ცუც ესწრი, მე ის იმართლებს თავს რაღაცას და დაამტკიცებს სასამართლოს მოიგებს, მაგრამ ყველა სხვა მაინც ის დარჩა, იგი ახლა ვინ დაიწყებს ამის დევნას, იყო სასამართლო, ვინ რა თქვა, როგორ სასამართლო წავიდეს მოქალაქეებს, რომლებსაც BBC სტატიის, იმიტომ კი არ ჯერო BBC ამის ავტორიტეტი. იმიტომ რომ მას თავზე აქვს გამოცდილი. მისი თვალით დაინახა ეს თელმა ქალაქმა ეს ისტორია ერთად გადაატარა. ყველა მარტივად ვიჯერებ ისეთ რამეს, რაც ჩვენი გვაქვს დანახული, როგორც მაგალითად პირველივე დაშლაზე აქციის 28-ში ყველას ახსოვს ჩემი ირგვლივ რომ თქვი რომ ეს არის ხვანაირი გაზი შენ გეჩვენება რაღაცები 2-3 დღეში ყველამ დაიწყო და ჩემი ირგვლივ მათ შორის მეც ბევრნი ვართ ვისაც მაგ დარბევების მერე ხველა გვაქვს დარჩენილი რა ჩვეულებრივად მიუხედავად იმისა რომ ვარჯიშობთ და ასე შემდეგ გამოძიება როცა დასრულდება დეტალური ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას, მათ შორის მედიასაც. როგორც კი დასრულდება გამოძიება, რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც ბატონმა გეგა გელაძემ გაავრცელა, ის ეფუძნება კონკრეტულ მასალას, ხო? ადვილია უფრო მეტად, რომ გამორიცხო ერთი ნივთიერების არსებობა არ არსებობა ფხვნილში, ვიდრე შეისწავლოს სრული სპექტრი. უკვე დადგენილია შესაბამისი პროცედურებით, რომ ნივთიერება კამიტს ეს ფხვნილი არ შეიცავდა. დანარჩენ სრულ სპექტრთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოძიება გაუზიარებს მთელ საზოგადოებას, მათ შორის მედია საშუალებას.